ყველა ვისაც არ ეზარებოდა მე მაგინებდა, იმიტომ რომ თქვი რომ გეიმინგი არის გამოყლევებულობის პიკი და გამოგაყლევ და გამოაყლევა კიდეც. ყველა მაშინებს რო ხვდები აი ეს ბავშვები როგორ იქნებიან, როგორ გაიზრდებიან. ანუ პირდაპირ გაგებით ინვალიდები იქნებიან ტელეფონის გარეშე, ეკრანის გარეშე. და თან ანუ ბუმერებს უკვე ყოფა უტირა რა თუ ვერ შენიშნეთ ბებიები, ბაბუები და უფროსი დედები, უფროსი მამების თაობა, ანუ მაგათ უკვე მოუხაზა Facebook-მა, TikTok-მა. უკვე მოუხაზა რა. აი ხალხს რომელიც გარტყმაში არისო Facebook-ი რა არის და ეს მამაძაღლობა და ეს ეშმაკის რამე რა არის, პირველი მაგათ მოუხაზა ბიჭოს ოცგსელებმა. პირველი ეგ ხალხი დაიღუპა. მაგრამ კაი ეგ ხალხი ხო კიდე იცხოვრებენ ერთი 20 წელი 30 ნახვამდის მერე, მაგრამ ეს თაობა ბავშვების უკვე პატარაობაშივე ისეთი დამოკიდებულება აქვთ და ტვინი ისე გადაუწყო ეკრანმა, რომ მორჩა რა. აი რო ვეღარც ეშველება და თან მშობლებს როდის ადარდებდათ ბავშვები. ნებისმიერ excuse იპოვიან, რომ ბავშვს მიაჩეჩონ ტელეფონი. ანუ ნებისმიერ excuse იპოვიან. არ მცალია, მეც ხო უნდა დავისვენო, ამოვისუნთქო, იქ რა მოხდა. იქ ცოტა ხნით დავაკავო რამით. და იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ღუპავენ ბავშვებს. დაიღუპებიან ეგ ბავშვები კოგნიტურად, დაიღუპებიან ბიოლოგიურად. და რაც მთავარია, დაბერდებიან იმაზე ადრე, ვიდრე ხალხი ბერდება. ანუ კოგნიტურად 30 წლის ასაკში ეს ბოლო ჯენი რომელიც არის რა. კოგნიტურად 30 წლის ასაკში იქნებიან 70 წლის ადამიანები. არ ვაჭარბებ, ნახავთ მაგ ყველაფერს. ანუ თქვენ არ იცით რა დეგრადაცია გელოდებათ. აი თქვენს ცხოვრებაშივე, თქვენს სიბერეშივე, ხო? შოკი გექნებათ, აი ვინც ცოტა ადეკვატურები ხართ. ვერ დაიჯერებთ, რომ ეს იგივე სამყარო არის, ვერ დაიჯერებთ, რომ ესენი ადამიანები არიან. კი ნამდვილად ბები ამყავს TikTok-ს სკროლავს 80 წლის ასაკში და ისე აპანიკებს რა უშველო არ ვიცი, გააგიჟა ხალი. ბებია ჩემი კიდე ერთმა დაწერა 8 საათი სკროლავს დღეში. ხო, და მაგის გამო ჯანმრთელობასაც ისწრაფებენ, ხვდები? იმაზე ადრე მოკვდებიან მაგის გამო, ვიდრე ეწერათ მაგის გარეშე. იმაზე მალე დაარტყავთ სკლეროზი, დემენცია და ყველაფერი, რაც აი ცოტა უფრო გვიან უნდა დაერტყა. იმაზე მალე ჩაწვევიან საწოლში, ვიდრე უნდა ჩაწოლილიყვნენ. იმაზე მალე გახდებიან აი შეუძლებელი რო იკომუნიცირო, ვიდრე მაგის გარეშე. უკვე მაქვს შოკი ბავშვებს რომ უყურებო. დაღუპული არის რა ეს თაობა, დაღუპული სერიოზულად. დაღუპული. თან იცი რა არის, ანუ შეიძლება რომ აუხსნა ხო, იმიტომ რომ ადეკვატური ადამიანი თუ ხარ, ეგეთ რადიკალურ ექსტრიმში არ ხარ, შეგიძლია აუხსნა რომ კი ბავშვს თუ წდომა ჰქონდა ტელეფონთან, უნდა ჰქონდეს კიდეც, იმიტომ რომ საუკუნე არის ეგეთი რომ ტექნოლოგიაში უნდა ერკვეოდე. და ამისთვის კარგია თუ იქ ჩაწერ მათემატიკურ თამაშებს, ჩაწერ კონკრეტულ აპლიკაციებს. და ისეთ რამეზე ექნება ბავშვს წდომა, რაც არ არის არც დაუნი მულტფილმები. რაც მართლა სიდაუნე არის და ბავშვის მოშორება. არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რომ ეგ მულტფილმები რამენაირად ტკბილი ბავშვობა არის. არა, ეგეც ერთ-ერთი ფორმა არის, რომ ბავშვი მოიშორო. არ დაბოლდეთ რა სხვა არაფრით. და ეგეთი რამეები რო არ იყოს, ანუ რო აუხსნა, ხო? ანუ ვერ გაარჩევენ. ვერ მიხვდებიან, რომ განა ტელეფონშია რამე ცუდი თავისთავად, ან ეკრანში. არამედ იმაში, თუ რაში გამოიყენება ეგ მულტფილმები, სკროლვა, დოპამინი, ყლეობების ყურება. ხვდებით? და ხალხი მაგის გამო დაიღუპება, მათ შორის AI-ის გამო. იმიტომ რომ AI-ის ინსტრუმენტად არავინ გამოიყენებს. იმიტომ რომ არც იციან ინსტრუმენტი რას ნიშნავს. AI რო ეხმარება რაღაცაში, ეგ გონიათ რომ ინსტრუმენტს ნიშნავს. არ ნიშნავს.
ხალხი ვერ არჩევს რა არის ინსტრუმენტი და რა არის როცა გადააბარებ შენს ინტერპრეტაციას, როცა გადააბარებ შენს აზროვნებას. ამ ორს ხალხი ვერ გაარჩევს, ამიტომ მაგის ახსნასაც არა აქვს რა არანაირი აზრი. ამიტომ უბრალოდ უნდა უთხრა რომ არა, ტელეფონი ცუდია. ყველავე ჩუდი. იმიტომ რომ ბრბოს მარტო ეგესმის, ნიუანსებს ვერ აუხსნი. ზედმეტ დებილი არის რა მაგისთვის. პირადად ჩემს შვილს ექნება შეხება AI-სთან, ტელეფონებთან და რამე 100%-ით. მაგრამ ეგ იქნება ჰიპერლიმიტირებული და ასევე ძალიან კონკრეტული. ეგ იქნება 100%-ით ინსტრუმენტი რო არის და არც 1%-ით რო არ არის ეგ entertainment-ი. ხვდებით? ეგ იმისთვის იქნება რომ გამოიყენოს რეალური ცხოვრებისთვის. არანაირი სირობა მულტფილმები, არანაირი სირობა სკროლები, არანაირი კამერით რაღაცა ფილტრებით თამაშები, არანაირი ვიდეო თამაშები ასევე, არამედ ძალიან კონკრეტული რამეები. რაც არის სუფთა ინსტრუმენტალური. ეხლა არ ვიტყვი არ მაქვს გაწერილი რა ეგრე რა აპლიკაციები და როგორ, მაგრამ დიდი ალბათობით მაგ აპლიკაციებს მე თვითონვე შევქმნი, დავავაიპკოდებ, თუ ვერ ვიპოვე. მაგრამ იქნება რა აპლიკაციები, მათ შორის სიახლეები, გეოგრაფია, ისტორია, ეგეთი რამეები, სადაც entertainment-ი მთავარ როლს არ თამაშობს და სადაც გამოწვევაც და challenge-იც არ არის უაზრო, როგორც ვიდეო თამაშებში. აი ვიდეო თამაშებზე 2016 წელს ვისაც გახსოვთ, ვამბობდი რომ ეს დაგაზომბირებთ, გამოგაყლევებთ, დედას მოგიტყნავთ. სად არიან დღეს აი გეიმერები? სად არიან მითხარით? ვინც ფული იშოვა და რამე კაი, ეგ კარგად არის, მაგრამ დანარჩენები სად არიან? ევოში? მე ვიყავი მტერი რა მაშინ. ყველა ვისაც არ ეზარებოდა მე მაგინებდა, იმიტომ რომ თქვი რომ გეიმინგი არის გამოყლევებულობის პიკი და გამოგაყლევთ და გამოაყლევა კიდეც. ყველა ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com დრო არ უნდა დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.